მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით ლაცაბიძე და ეს არის ჩემი მე-10 ვიდეო. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ ერთ-ერთი დასახლება, რომელიც გზიდან დავინახე და ძალიან დამაინტერესდა თავის შენობა ნაგებობებით და როგორც ჩანს აქ ხალხი ცხოვრობს. ალბათ კადრებში ნახავდით რა ადგილიც არის და რა პირობებშიც ცხოვრობს ხალხი. იმედია ახლა ვინმე შევხვდები და გავიგებ თუ როდის დასახლდნენ და რა ისტორიას ატარებს ეს ადგილი. ხო უნდა მექნება რომ გამოიწეროთ ახი და ალაიქოთ ვიდეო, ასე მგონია კარგად დამთავრდება ყველაფერი. გამარჯობა. როგორ ახართ? გზიდან დავინახე ეს ადგილი და ქართული იცით? ქართული, გრუზინ. და. აზრს? როგორ ჩანს, ქართული არ იცის, ერთ-ერთი ფერმერია. რუსულად საუბრობს და დამპატიჟა მომიწვია სახლში. ცხრები ყავს, აგე პატარა ბოჩოლაც. რომელიც ძალიან საყვარელია. ძალიან კარგი ადგილია. და ეს ადამიანი გაიცანით. კარგი ადამიანი ჩანს, დამპატიჟა მომიწვია სახლში და გაგიმარჯოთ ღმერთმა. მადლობა. იმედია ქართულს ნახავინვეს და ჩავწერ ვიდეოს, კაი ვიდეოს. გამოვისაუბრები და გავიგებ უფრო დეტალურად აქაური მაცხოვრებლების შესახებ. ძალიან კარგი ადგილია, მშვიდი ადგილია და როგორც ჩანს აქ სოფლის მეურნეობას მიყვებიან. წყვრები ყავთ, ძროხები, საქონელი და ინდაურებით შეუნიშნე და ქათმებით. მადლობა. კარგი სტუმართმოყვარე ადამიანი აღმოჩნდა. რაც ძალიან გამიხარდა. მაგრამ სამწუხაროდ კომუნიკაცია არ შევძელი. ავიც დავდივარ ახლა ვეძებ. ჯერჯერობით მხოლოდ ძაღლებს შევხვდი. აგრესიულებს, მაგრამ მივიჩვიე და მოვეფერე კიდევაც. დამშვიდით, დაწყნარდით. დიდი ალბათობით, როგორც შევამჩნიე, აქ ფერმერები ცხოვრობენ და სავარაუდოდ წაყვანილი ყავთ საქონელი საძოვარზე და ასე ვთქვათ, გასულები არიან დასახლებიდან. სახელიც არ ვიცი რა ქვია ამ დასახლებას, ანუ რო შემოდიხარ გზიდან რო გადმოუხვევ, არაწერია არაფერი. როგორც ვატყობ და ემჩნევა კორპუსებს, დიდი ალბათობით საბჭოთა დროინდელია, საბჭოთა კავშირში აშენდა. ერთი ქალბატონი შეუნიშნე ხა, იმედია ქართული იცის და დავილაპარაკებთ. გამარჯობა. ქართველი ხართ? არა. აჰა. ქართული იცით? აისორი ვარ. აისორი. ისირი არის, აისორი. არა და ძალიან მაინტერესებს. ასირია. ასირია? ხო, იქო. ერთ დროს. ითრა, აქ ძალიან ბევრი ძაღლია. ხო. ცოტა თხილად იკავით. კი. ბარშიკ, დაიდი. იდი სюда. ხო. Это нет, ეს. ეს არ იკბინება. იქით, ყველგან. აი ეს დასახლება ეხა გზიდან დავინახე და დამაინტერესდა. როდის აშენდა ესა? ატენელი ხარ? ეს ჩემი თოლია. თქვენი თო 45 45. წლის. და ой, 54 году. აჰა. ხო. 54-ში აშენდა, ხო? ეს სამხედრო გარადოki. სამხედრო გარადოki. ეგები. თქვენ აქ რაც აშენდა იმის მერე ცხოვრობთ თუ გადმოსახლებული? დარჩებით აქ და ცხოვრობ. აჰა. დორვილები არის სუხუმიდან და ესენი. ესე იგი ქართველებიც არიან და სხვა ეროვნების ხალხიც, ხო? შერეულად. მე აისორი ვარ. აისორი. მეგრელია. იქ აზერბაიჯანელი.
აჰა. სომი. თქვენ რა საქმიანობთ ახლა? ფერმ. მე პენსიონერი ვარ. просто მისი ესენი ძროხები ეგ არის ხო. დაასუფთავე ეს აქ დენი წყალი არის ყველაფერი? დენი წყალი სამჯერ კვირაში. სამჯერ კვირაში. 2 საათი. 2 საათი. აჰა. გაზი? გაზი არა. არა? უი, რაცვია. ძალიან კარგი იყო ეს ადგილი ძალიან. ლამაზი და ყველაფერი არის. აქ ახლა ქალაქი ქალაქში. ხო. აი ასე იყო. ბავშვები არიან? არის. არიან? ბებრებით. კარგი, გოგო. იდი სюда. იდი სюда, იდი. Нельзя. მოდი. ლამაზი. ცოტა ეს ასეთი არა. აი, მეორე ძაღლიც. ველა რომ არა ესა აქაური არ ხარ. ხო. потому что ყველა იციან. რა 20 რამდენიმე ადამიანი ვართ აქ. დაახლოებით 50 კაცი ცხოვრობს. თუ ყველა არა 20 რამდენი ესა ოჯახი, მაგრამ აჰა. იქნება 50. სულ. ბაში, თუდას მოდი. მოდი. ბაში. მოდი. ნახე რა კაი კაცები არიან. ძალიან ეს გოგოა თეთრი. აჰა. ეს ბიჭები. ნახე რა ლამაზები არის. ნახე. რიბნუით, ნახე. იჩვიანობს. ვიჯო. ჩემი ძაღლი კაცთან ერთად ეს ძინავს და თამაშობენ და ჭამენ. კი ბატონო. твои. ერთი პატარა საჩუქარი მაქვს თქვენთვის შეიძლება. უბრალოდ 2 წუთი გავალ მანქანასთან და მოვალ. ძალიან თბილი, კეთილი ადამიანი გამოჩნდა და ასე ვთქვათ, შევძელი გასაუბრება. ძალიან გამიხარდა რომ გავიგე ასე თუ ისე ინფორმაცია ამ ადგილის შესახებ. და სამწუხაროა რომ აი ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება. აი ხომ არის შესაძლებელი რომ ელემენტარული წყლის პრობლემა არ გქონდეთ და რაღაცა ასე ვთქვათ გაზიც გქონდეთ, გაზი საერთოდ არ გვაქვსო და ასე შემდეგ რა. მოკლედ ძაღლებს ძალიან არ მოვწონვა. ნუ ახლა ძაღლი მასეთია, უცხოს რომ დაინახავს. ყოველთვის ესე ეგებება, მაგრამ შიში არ უნდა აჩვენოთ რა. როგორც კი შიშს საჩვენებთ, აუცილებლად აგრესიაზე წამოვა. Чика. ალბათონი შრომობს ახლა. კარგი. აი, სამწუხაროდ ესეთი აგრესიულია. არა. მე არა ვარ ცუდი ბიჭი. აი ეს თქვენ არ მინდა გამომართვით რა თქმა თქვენ გჭირდებათ გამომართვით ძალიან გთხოვთ მადლობ რა გინდა გენაცვალე რასაუბრ თქვენ უფრო გჭირდებათ ეს ყველაფერი დღეს შესაძლებლობა ვისაც აქვს უნდა გააკეთოს სიკეთე ორჯერ წყალი ერთ კვირაში არა უშავს ძალიან ძნელია თქვენ ახლა ცხოველები ყავთ რამე? ხო. ძროხა, საქონელი ყავთ? კი. მე არ მაქვს, ეს ჩემი დაქალი იმისია ყველაფერი. Ак ყველა ესე, как сказать, все хозяева здесь, все. Ага. Так что у нас нету подчиненных, все начальники. Все равно хорошее место здесь. Воздух чистый. Угу. Окей. Правда. Детям хорошо, машин много нету.
Ну, заезжают, выезжают. А детей тоже нету. Все выросли уже, детей маленьких нет. Пошел. Барфик. Ой, ми. აქ ქარხანა იყო იქით ამ მხარეს? ეს ვადაკაჩხა იყო. სკალი. წყალსაცავი. იქიდან სკალი მოდის აქ გარადუქში. ეს ამსით სკალზე მერე გავშვეს. აჰა. ეხა აღარ ფუნქციონირებს, ხო? როგორ არა? კი. კი. ეს არ მუშაობდა, დავიდა მოიტანა ზაფხულში, ეხლა გავაკეთე და იქ იქნება სკალი. ეს პროდუქტები ეხა მაღაზიაც არ არის, ხო, რა თქმა უნდა აქ. ქალაქიდან მოაქვთ ხოლმე ყველაფერი, ხო? თქვენ მე როგორ ახერხებთ? ფეხით. ფეხით? ფეხით იქით. და მე ვინმე თუ აიღეს და წამოგაღებინებს, ხო? ასეთია, ბარა. ორთულია. ძალიან. მაგრამ თქვენნაირი ხალხი უფრო ძლიერია, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელი, ჩემი აზრით. იმიტომ რა რომ ვიცი, მე უზე ბებერი ვარ, მეც არაფერი თქვენ- წამინდა. თქვენ დამიჯერეთ ბებერი არ ახართ, თქვენი აბარა. მხელა გამძლეობა გაქვთ და 70 წლის ვარ. მე რა გეტყობათ, მე სულ არ მეგონეთ 70 წლის. მართლა Особенно в таком виде. 70 წლის ხალხი ქალაქში ვეღარ დადის უკვე. ფეხზე ვეღარ დგანა. რა ჩვენ სამო. ძველები ვართ, იმიტომ. ხო, აი ზუსტად. და მშრომელი ხალხი ხართ. ჩვენ კარგი პური ჭამნით, კარგი წყალი სვამდით. ფისო. იმიტომ. როგორ დაძვრება იქ ფისო. ფისო, ხო. ეს ერთი პატარა ძმაკაცი კიდე. ხო, ჩემი ძაღლი როგორ მოვიდა? არ დაინახა რომ წავედი. აქ მოვიდოდა, ხო? О, эти садвар. Как сказать, по следу понюхайте. თქვენი ისტორია როგორ იწყება, საიდან იწყება? სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ? მე გარდაბანში. გარდაბანში, ხო? ჩვენები вообще დარჩნენ ესა თურქეთში, არ ვიცი, სად იქო, ну, ძველი ასირია. ხო, კი. აი კაბადოკია, კაბადოკია, კი. ეს ყველაფერი იყო ასირია. აჰა. მე ყველაფერი ჩარდეს. ხალხი ჩვენი არ არის აერთიანდეს, ну, вообще არ არის ესენი. Не дружные, потому все потеряли. მართალი ხართ. იმიტომ ერთი აქვს, ესა ცხოვრობ, მეორე გარდაბანში, მესამე თბილისში ძალიან ბევრი არის. კი. რუსთავშიც არის. ხალხი როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთში? ძალიან კარგი. თბილი ხალხი ცხოვრობს. ხო. კი, ეკით ვიყავი ახლა და შემიპატიჟეს, უბრალოდ რუსულად მესაუბრებოდა, მე რუსული ისე კარგად არ ვიცი და შემიპატიჟა, ეკით მოხუცი კაცი ცხოვრობდა, ფერმა ქონდა თავისი. ხო და აი თბილი ხალხი ცხოვრობს, მომეწონა სხვათა შორის, ძალიან. ასეთ ადგილზე კი. ერთად უნდა იყოს და ერთობით გაგაქვთ ერთმანეთი. ყველა კვარტირები თუ მოდის წვიმა, ყველა სახშია სკალი. ხო. ჩვენ გადახურულიც ხო, კი ვნახე. ყველა. არ არის. ახტილია სახურავები. ვინ წავიდა? და ესე კორპუსებში ცხოვრობს ხალხი, ხო? ამ კორპუსებში. ერთი აქ, მე იქ ერთი, სხვა ერთი. თქვენ აქ ცხოვრობთ ამ კორპუსში? მე არა. მე აი პირდაპირ ტრაქტორი რომ გას. იქით ამ ხარეს, ხო? ანუ ესე იგი ამ კორპუსებშიც ცხოვრობს ხალხი. ერთი აქ, ერთი იქ და 20 ეს არის. 20 ოჯახი. ო. როგორ თამაშობნა. ვაი, შესაკვარეო შენ. მოგვეჩვინენ ესენიც. ვიცი. ეს ფისო როგორ თამაშობს? ჩემი ძაღლი ხო? თუ ჩემი ფისო გარეთ არის და ჩემთან ვინმე მოდის, ხო, ძაღლი. ხო. ჩემი ძაღლი сразу ესა, как сказать, ну, нападает. ხო. მისი კატა არ შეიძლება. იცია, ერთად ცხოვრობენ და იმიტომ. შვილები არ ყოლიათ? არა. მეუღლე? მეუღლე, როდის იყო? ეხლა
არაფერი არ უნდა. მართლა მოდის ეს დრო, რომ ადამიანი არაფერი არ ну не хочет ничего человек. თქვენ ეს ქსიამოვნებთ ეხლა სადაც ხართ? სიწყნარეს იმშვიდე. კი, ხო? ტელევიზორი მაქვს, ტელეფონი მაქვს, ყველაფერი მაქვს და აჰა, ტელევიზია და ის არის, ხო? ტელევიზია არის, ხო, ჩვეულებრივად? კი, აბა. კი, ხო? ამ დენის პრობლემა არ გაქვთ? ხო, ანტენები, ნახე. ეს ხო იქით ამხარეს, ხო? ხო. ანუ აქ ესე იგი ძირითადად ჯარისკაცები ცხოვრობდნენ? კგბ იყო. და ჯარისკაცები იყო, ანუ კაზარმები, აი. ყაზარმები, ხო? ესენი არის ყაზარმები, ხო? ესა, ხო, ესა. ზრუხები იქით არის და პატარები. ხო. კაზარმა. პიზა. მე საერთოდ ეს დაუსახლებელი მეგონა. ანუ ხალხი არ ცხოვრობდა. მაგრამ რო შემოვედი, ცოტა ვარ და არ დაინახოთ და ესე დილას მიყავთ ხოლმე, საძოვარზე მიყავთ ხოლმე დილას და საღამოთი მოდიან, ხო? კი. ეხლა იქით არიან. წავედი მე, აღარ მოგაწყენთ თავს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. ჯანმრთელობას გისურვებ და Спасибо. გაიხარეთ. მე აუცილებლად მოვალ კიდევ და ისინი თამაშობენ. აუცილებლად დავბრუნდები კიდე. და გნახავთ კიდევ აუცილებლად. Ну, ერთი მე უთხრა რომ осторожно будьте, там очень много собак. კი. ერთი, наверное, 40 цали. კი. ვიოლას. კი, წრე დავარტყი ხა და აგრესიულები იყვნენ საკმაოდ. ძალიან. კარგი, წავედი. ჩვენი ასეთი არ ვარ. კი. ძალიან დიდი მადლობა. იცოცხლეთ და ჯანმრთელობას გისურვებთ. შემდეგში რომ მოვალ, ისე ჯანმრთელად და კარგად უნდა დავხდე, რომ კიდე პატარა რაღაცა საჩუქრები მოგიტანო. ნინო და ნიჩიო, არაფერი არ უნდა, გენერალ. როგორ არა, პირიქით, გასაუბრ. ახალგაზრდებს ეგ ვალი გვაქვს, რომ თქვენ იცი რა ვთქვა? აპირიქცეთ და იმიტომ ეს მოგცე არა. ჯერ ამ დროში ცოტა ესა ახალგაზრდები ყველაფერი ესა აზრობდნენ. ხო. ეს ვინ არის? აი, ეს ბეზბერი შენ წადია ქეთან და ასეთი აი არის ყველაზე ცუდი და ყველაზე დამღუპელი. თქვენი ესა სხვა არის. Как сказать, ну вы воспитаны по-другому. Мы тоже по-другому воспитаны. Вот сейчас редко, очень редко хороший воспитанный человек попадет. Хоть девочка, а девочки еще и нигде достать. Идите им вот это. Вообще ужас. Они не хотят себе голову морочить и воспитывать. Еще не манкана да цади рагинда. Все. ასეთია ნამდვილად და რა ვიცი მე ყოველ შემთხვევაში ეგრე არ ვარ მე სიკეთე მიყვარს რო ვაკეთო ასეთი არ ხარ და იმიტომ გაიხარე დალოცვილი იყავი და გახარებული იყავი მადლობა გაიხარე ღმერთმა ბევრი მოგცეთ რაც თავარია იცოცხლე წავედი აბა კარგად იყავ წარმატებები Очень приятно было с вами познакомиться. Кайхар. Я вообще-то сразу оттуда приметил, думаю, что за мальчик такой красивый ходит тут. Была бы молодая, не ушел бы. Кайхар. Каргат. Кай დადებითი ემოციებით წამოვედი. ძალიან მიხარია ასეთი ხალხის გაცნობა, საუბარი. და ასე ვთქვათ, მათი ისტორიების მოსმენა რა. ცოტა მაინც მორიდებული ქალი ჩანდა, მაგრამ ბოლოს მაინც გაიხსნა და ასე ვთქვათ, შეუძლიათ საუბარი კარგად და გემრიელად. მოკლედ მეგობრებო, გაუფრთხილდეთ ასეთ ხალხს რა, მოვეფეროთ 70 წლის ქალბატონმა და რა ვიცი უნდა გვიყვარდეს, პატივიცეთ და მით უმეტეს და განსაკუთრებით აი ესეთ ადგილებს რომ დავინახავთ, სადაც მართლა ძლიერებს შეუძლიათ მარტო ცხოვრება. მივიდეთ, პატივიცეთ. ეს ადამიანი იმდენს აკეთებს, რომ არ ჩიოდეს და პირიქით როგორც თქვა, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, მაგრამ ზედმეტი ყოველთვის არ არის ცუდი. განსაკუთრებით აი ესეთი პროდუქტები წახალის და ადამიანი გახალის და საუბრით და
მეც რა თქმა უნდა დადებითი ემოციებით განვეწყვე, იმიტომ რომ პირველ რიგში მოვინახულ ეს ადგილი. მე წინაზე ვიყავი მოსული აქ, გადაღება მინდოდა როგორც დაღუსახლებელი პუნქტის. მაგრამ თურმე დასახლება აღმოჩნდა და შემეცვალა გეგმები. ამიტომ ეხლა მეორედ ამოვედი და უკვე გადავწყვიტე რომ ხალხთან ჩამეწერა ვიდეო რა. ხო და რა ვიცი. ერთ სიტყვით ძალიან კარგი ადამიანები ცხოვრობენ და ძალიან დადებითად განვეწყვე და კარგად განვეწყვე. დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და ძალიან საინტერესო ვიდეოები გელოდებათ წინ რა. ამით ეს ყველაფერი ამთავრდება რა თქმა უნდა. მე როგორც გითხარით, აუცილებლად ძალიან კარგ ადგილებს მოვინახულებ. დაგემშვიდობებით, ჯანმრთელობას გისურვებთ, კარგად ყოფნას გისურვებთ და გაუფრთხილდეთ ასეთ ხალხს. ნახვამდის.